ესე იგი, ვიყენებთ ჩარჩოს გენერირებას და აქ ჩარჩოს გენერირებაში გვაქვს ორი მხარე. მარცხენა ეკუთვნის x მიმართულებას, მარჯვენა მხარე ეკუთვნის z მიმართულებას, ხო? ესე იგი, რამდენი მალი გვაქვს მარცხნივ? 5 მეტრი. 5 მეტრიანი მალი მეორდება ორჯერ, ხო? და 6 მეტრიანი მალი მეორდება ერთჯერ. ეხლა სიმაღლეზე, რამდენი სართული გვაქვს? 1, 2, 3, 4. ესე იგი 6 მეტრი მეორე. 6 მეტრია თუ 4 მეტრი? 4 მეტრიანი სართული მეორდება ერთჯერ და დანარჩენი არის 3.3, ხო? მეორდება 3-ჯერ. ვივეცით და მარტივად აგვიგო ესე ვთქვათ ჩარჩო. მოდი გავუდიდოთ ცოტა კვანძები. ცოტა გამოკვეთოს. ხო, ეხლა ნახეთ, ჩვენ უნდა მივცეთ დატვირთვები, უნდა მივცეთ სიხისტეები, თუ გახსოვთ თქვენ, როცა ეს ამოცანა გავაკეთეთ თავდაპირველად ჩვენ არ გავითვალისწინეთ თანმიმდევრობა, იმიტომ რომ არ ქონდა მნიშვნელობა ჯერ სიხისტეს მივცევდით თუ ჯერ დატვირთვებს მივცევდით თუ რა. მაგრამ ვინაიდან მე ვთქვი რომ საკუთარი წონაც უნდა გავითვალისწინოთქო, ამიტომ ჯერ სიხისტეები თუ არ შევქმნით, ისე საკუთარ წონას ვერ გავითვალისწინებთ. გავითვალისწინებთ, მაგრამ სათითაოდ უნდა ხელით გარედან მოვასწროთ ეს საკუთარი წონა. ამიტომ პირველ რიგში მოდი უნდა შევქმნათ სიხისტეები, ხო? ამისათვის სიხისტეებზე რახან მიდგა საქმე, ბარემ ჩვენ ხო ვთქვით, რომ კონსტრუირებაც გვაინტერესებს ამის, ხო? ამიტომ ესე იგი უნდა მასალის მახასიათებლებიც მივცეთ, ხო? ეს მასალის მახასიათებლები რომ მივცეთ, ბარემ კონსტრუირების ვარიანტიც უნდა შევურჩიოთ, არა? შევდივართ, აქ RCU-ს ვიღებთ, ნახეთ, ჩემთან ახლა ახალი ვერსია მაქვს ჩაწერილი, რატომღაც კონფლიქტში იყო ძველთან, ამიტომ ძველი წავშალე. ხო და აქ ცოტა სხვანაირი ცხრილი. იქ ძველ ვერსიებში ცოტა სხვანაირი და ბევრჯერ გვაქვს გაკეთებული ესა, მე მგონი აქ აღარაფერი აღარ უნდა გაგვიჭირდეს. შემდეგ ვსვლით SNPs, სადაც შესაბამისი არმატურა შეგვიძლია ავირჩიოთ. ვირჩევდით ხოლმე TCS და ბოლოს ავირჩიეთ ხოლმე DSTU. ავირჩიოთ DSTU. ტიპი. აი აქ ამ ვარიანტში თქვენ ძველ ვარიანტში პირდაპირ ალამს მიცევდით, მაგრამ ახალ ვარიანტში თუ არ შეხვედით აქ ცხრილში, აი ეს ალამი თუ არ დაუფიქსირეთ, აი ამ ალამის საშუალებას არ მოგცევთ, ანუ არ შეარჩევს ფაქტიურად კონტროლს. შემდეგ გადავიდეთ უკვე სიხისტეებში და გვაქვს სულ ორი სიხისტე შესაქმნელი. გვაქვს სვეტებისთვის სიხისტე მისანიჭებელი და რიგელებისთვის. მივცეთ სიხისტის დამატება. ვიცით რაც არის 3E6. პუასონის კოეფიციენტი თვითონ ჩაწერა 0,2. B სვეტისთვის არის 40, H-იც არის 40. R0 ეს არის 2.75. რას ნიშნავს 2.75? კითხვა მაქვს. ანუ უკვე გამრავლებულია საიმედრობის კოეფიციენტზე. აქ დავუწეროთ რომ ეს არის სვეტი და მივცეთ ალამი. შეიქმნა ერთი სიხისტე, დავამატოთ კიდევ ერთი სიხისტე, აქ ყველა პარამეტრი ჩაიწერება B-სა და H-ის გარდა. განსხვავებით ძველი ვერსიისა, სადაც ყველაფერი ხელახლა იყო შესავსები. B იყოს 40, H იყოს 50 და ეს იყოს რიგელი. რიგელი. ბარემ მივცეთ მასალის მახასიათებლებიც, ანუ გადავიდეთ GB-ზე. პირველი ეს გვაქვს ტიპი, დავამატოთ ტიპი. ნახეთ მე გითხარით ცხრილში გვაქვს 4 ადგილი. ანუ პირველი განკუთვნილი არის ღეროვანი ელემენტებისთვის, მეორე ტყელი ელემენტებისთვის, მესამე ბეტონისთვის, მეოთხე არმატურისთვის. ჩვენ ახლა აქ ჩარჩოში ტყელი ელემენტი არაფერი არ აქვს, ღეროები გვაქვს. ამიტომ უნდა აი აქ შევიდეთ. დავაწყაბებთ თუ არა
უკვე შეირჩევა რაღაცა ცხრილი შეივსება და ამის დაკორექტირება ჩვენ შეგვიძლია მარჯვენა მხრიდან. ავიღოთ რომ ეს არის ბალკა. შემდეგ ჩავთვალოთ რომ გაითვალისწინოს კონსტრუქციული მოთხოვნები. დაპყრობილი მოხ ჩვენი აუდიტორებია. თქვენც მაგ დეპარტამენტიდან წამოდი. შემდეგ შევარჩიოთ დიამეტრი, თქვათ 16-იანი მინიმუმია ხო ღეროვან ელემენტებში დიამეტრი და დანარჩენი დავტოვოთ უცვლელად. აქ დამცავი შრეები შეგვიძლია შევცვალოთ თქვათ 4 სანტიმეტრი ავიღოთ. შემდეგ კიდევ ერთი ღერო გვაქვს. ანუ დამატება შეგვიძლია ქვემოდა. ხო? ეს იყოს სვეტი. შემდეგ ავირჩიოთ შესაბამისი ველი. აქაც შევურჩიოთ დამცავი შრეები და აქაც შევურჩიოთ არმატურის მინიმალური დიამეტრი. საანგარიშო სიგრძეების სვეტისთვის ვიცით რომ უნდა ჩაუწეროთ 0.7 და ამით ეს მოვჭით. გადავედით უკვე ბეტონის და არმატურის შერჩევაზე, ხო? გადავიდეთ ბეტონზე. ბეტონში ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ შესაბამისი კლასი ბეტონისა, მძიმე ბეტონს რო ვიყენებთ და ერთადერთი რაც აქ არის უცვლით აი ამ კოეფიციენტს უწევთ 0.85-ს. ეს ბეტონი და არმატურა ორივე ღეროვანი ელემენტისთვის, რიგელისთვისაც და სვეტისთვისაც იქნება ერთნაირი. ამიტომ ცალ-ცალკე არ შევქმნი, ერთ შევქმნი და ორივესთვის გამოვიყენებ. გადავიდეთ არმატურაზე. ჩამოვშალოთ, ავირჩიოთ A500C და 8-დან 22-მდე, ხო? შემდეგ გრძივი მუშა არმატურები ორივე ესე ავირჩიოთ. განივი ღეროები ან საკიდები ან ხამუტებს, რასაც ვეძახით, დავტოვოთ იგივე. ეს კოეფიციენტები ვთქვით ჩვენ, რომ ამჯერადაც დავტოვოთ და ეს თქვენ თვითონ უნდა გენახათ. ყოველ შემთხვევაში, ყოველ კონკრეტული ამოცანისთვის ეს შეგიძლიათ ნახოთ ნორმებში. მითითებულია ნორმების, რომელთა ცხრილები საიდანაც ეს უნდა აიღოთ, ხო? ამიტომ აქ მაგაზე შევჭერდები და დავტოვოთ ერთები და თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ ერთები. მივცეთ ალამი, ამით ჩვენ უკვე შევქმნით იქ შემთხვევით დაგვეჭირა ეთყობა. შევქმნით ტიპები და ბეტონიც და არმატურაც. ეხლა მივანიჭოთ. მასადამე როგორ მივანიჭოთ? ვერტიკალური ღეროვანი ელემენტები როგორ მოვნიშნოთ? ვერტიკალური ელემენტების ანუ ავიღოთ ორი ვერტიკალური ხაზი. მოვნიშნოთ, მოგვინიშნავს მხოლოდ ვერტიკალური ღეროებს. ეხლა როგორ მივანიჭოთ? გადავიდეთ ჟებეზე, აი აქ გვაქვს სვეტის სიხისტე, გავააქტიუროთ სვეტის სიხისტე, ჟებეზე არა სიხისტეზე, ეხლა ჟებეზე გადავიდეთ და ჩავვრთოთ სვეტისთვის არჩეული ტიპი. მეორე გვაქვს აქ არჩეული, ესა ბეტონი და არმატურა ორივესთვის ერთი და იგივე. ამიტომ მივცეთ ალამი პირდაპირ. შემდეგ გადავიდეთ ისევ სიხისტეებზე, გავააქტიუროთ რიგელის სიხისტე, ჩავთოთ ორი ჰორიზონტალური ღერო, ანუ ჰორიზონტალური ღეროვანი ელემენტების მონიშნა. ესე იგი აქ გააქტიურებული გვაქვს რიგელის სიხისტე, ჟებეში გადავდივართ, გავააქტიუროთ რიგელის შესაბამისი ტიპი, ბეტონი და არმატურა იგივე გვაქვს, ამიტომ ალამით მივანიჭებთ. აქ დავეთანხმოთ, ანუ გვეუბნება რომ 5 კვეთად დაგვიწყობს თითეული რიგელს, სადაც მოგვწევს მნიშვნელობებს საფუძვლების. შემდეგ სასაზღვრო პირობები ბარემ აქვე ჩავამაგროთ, ანუ როგორი ჩამაგრება გვაქვს? ხისტი ჩამაგრება. ნახეთ, მე რადგანაც ხისტი ჩამაგრება მაქვს, აქ შეგვიძლია პირდაპირ ავირჩიოთ ყველა. რადგანაც სივრცით ვარიანტს ვიხილავ, ხო? თუ მექნებოდა სიბრტყეზე, რაღაცეები თვითონ ედებოდა შეზღუდვა და რაც დამჭირდებოდა, იმას შევუდგავდი.
დავამატოთ ეს ჩამაგრება და ჩამაგრებაც მიღებული. შემდეგი ეტაპი. უკვე გადავდივართ დატვირთვების მინიჭებაზე, ხო? რამდენი დატვირთვა გვაქვს სულ? 4. ამიტომ წინასწარ უნდა შევქმნათ დატვირთვების ცხრილი. ესე იგი, პირველი დატვირთვა როგორი იყო? მუდმივი. ჩამოვშალოთ, ვიცით რომ ეს არის მუდმივი დატვირთვა. დავამატოთ ერთი დატვირთვა, მეორე დატვირთვა ეს იყო ხანგრძლივი დროებითი. მესამე დატვირთვა ეს იყო ქარის დატვირთვა. და მეოთხე დატვირთვაც ჰქონდა ქარის დატვირთვა. გადავიდეთ აქ პირველზე დავაყენოთ და ეხლა პირველ დატვირთვაში უნდა მივიცეთ ჩვენ დატვირთვები. ანუ მუდმივში რა დატვირთვები გვაქვს, ყველაფერი უნდა ავყრობოთ საკითხავად. პირველ რიგში, როგორ მივცეთ საკუთარი ზონა? გირით, ხო? ესე იგი, აქაც გვაქვს ეს გირი. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ დატვირთვებში და აი აქ პირდაპირ დავამატოთ საკუთარი ზონა. აქ თხოვს კოეფიციენტს, საიმედოობის კოეფიციენტს დატვირთვების მიხედვით, რადგანაც იქ გვაქვს გათვალისწინებული, აქ უწერთ 1. თუ არა რკინაბეტონისთვის ეს კოეფიციენტი არის 1 და 1, ხო? ვიცით ეს უკვე. ლითონისთვის არის 1.05. მოკლედ, მივცეთ ესა. კიდევ ერთი რაღაც. ნახეთ, ჩვენ თუ არ გვექნებოდა სიხისტეები მინიჭებული, მაშინ ეს მსალი იქნებოდა და საკუთარ ზონას ვერ მივცევდით, ხო? ეხლა ვთქვათ, რამე შეგვეშალა. აი რატომ არის საკუთარი ზონის მიცემა ესეთი ვარიანტით კარგი? ვთქვათ, აღმოაჩინეთ, რომ სვეტი, რომელიც მივეცით, კვეთი შეგვეშალა, კვეთის შერჩევა, ხო? და ხელახლა უნდა შევცვალოთ. სვეტის კვეთს რო შევცვლით, ზონა რაც არის მოდებული, იქიდან იგივე დარჩება, არ შეცვლის იმას ავტომატურად. ამიტომ ისევ შევდივართ, წაუშლით საკუთარ ზონას ერთი ბრძანებით და მეორე ბრძანებით ხელახლა მივანიჭებთ ამ საკუთარ ზონას. ანუ გაზრდილი ან შემცირებული სიხისტისთვის ხელახლა გაითვალისწინებს და ხელახლა მოსდევს იმ სვეტს თავის საკუთარ ზონას. გადავიდეთ შემდეგზე ხა. კიდევ რა დატვირთვა გვაქვს პირველშიო? მოვნიშნოთ ყველა ჰორიზონტალური ღეროები, ანუ რიგელები და რამდენი ვთქვით დატვირთვა? 5 ტონა. შევიდეთ ისევ დატვირთვებში. ღეროვან ელემენტებზე თანაბრად განაწილებული ძალა და ავიღოთ 5 ტონა. ხო? მოვრჩით ამით პირველ დატვირთვას. შემდეგ გადავიდეთ მეორე დატვირთვაზე. მეორე დატვირთვაც გვაქვს ისევ ღეროვან ჰორიზონტალურ ანუ რიგელებზე. შევიდეთ დატვირთვაში, რამდენი გვაქვს? 3. მოვდოთ ყველა რიგელზე 3 ტონა. ეხლა ნახეთ, ჩვენ დატვირთვებზე ვილაპარაკეთ ერთხელ, ხო? კონკრეტული ამოცანა რო გექნებათ თქვენ, კონკრეტული დავალება რო გექნებათ, ამ დატვირთვის ამოკრება შეძლებთ. რეალურად ეს თუ შენობა არის, ყველა სართულზე ერთნაირი ხო არ იქნება ეს დატვირთვები, არა ბოლო სართულზე რა ხანგრძლივი დროებითი დატვირთვა გვექნება. ხანგრძლივი დროებითი დატვირთვა რის დატვირთვა არის? ეს არის შიგნით ტიხრების დატვირთვა, ხო? ავეჯი, ნუ რას უგაცრავთ. ავეჯი და ჩვენი დატვირთვა ეს არის ხანმოკლე დროებითი დატვირთვა. ხო, ესე იგი მეორე დატვირთვაც მოვდეთ. გადავიდეთ ახლა მესამე დატვირთვაზე. მესამე რა გვაქვს? ანუ ქარის დატვირთვა X-ის მიმართულებით. ანუ უნდა ახლა უკვე კვანძებში მოვდოთ ეს დატვირთვები, წერტილოვანი დატვირთვები გვაქვს. მოვუნიშნოთ შესაბამისი კვანძი, შევიდეთ დატვირთვაში. X-ის გლობალური X-ის მიმართულებით ავირჩიოთ ეს დატვირთვა და -1, ხო? შემდეგ მოვნიშნოთ ესა, -2 იქნება აქ დატვირთვა. მოვნიშნოთ -3 იქნება აქ დატვირთვა. შემდეგ მოვნიშნოთ
უკაცრავად. ეს ყველაფერი რაც გავაკეთე, ყველაფერი გავაკეთე შეცდომით. ანუ ისევ მეორე დატვირთვაში ვაძლევ ამას ყველაფერს. ჩვენ ხო ეს მესამე დატვირთვაში უნდა ვიქცეთ. ანუ ჩვენ შეგვიძლია მოვნიშნოთ ეს კვანძები და მოვჭრათ დატვირთვა. აი შეგვეშალა და ანუ ესეც კარგი მაგალითი იყო, როგორ შეიძლება მოვჭრათ ეს დატვირთვა. ანუ დატვირთვის გვერდზე არის მაკრატელი, რომელიც ჭრის დატვირთვას, მარტო დატვირთვას. არის აქ მეორე მაკრატელიც გვერდზე, იმით წაშლით საერთოდ. ის არ უნდა გამოიყენოთ. ანუ აქაც იგივე, აქაც შეგვეძლო მოვენიშნო და აქ უბრალოდ ალამით უნდა ვიუთითოთ მერე მოჭრა. ანუ გადავიდეთ მესამე დატვირთვაზე და მესამე დატვირთვისთვის უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი. -1 -2 -3 -4, ხო? აქ რა იქნება? -0.75 მერე -1.5 ეგრე არ იქნება? ესე იქნება? შემდეგ -2.25 იქნება? და -3 ეს 25% ნაკლები 25% ნაკლები. ამით მესამე დატვირთვა მოვჭით, გადავიდეთ მეოთხე დატვირთვაზე და მეოთხე იქნება პირიქით. ანუ აქ მინუს ნიშანი აღარ გვიქნება, 1 იქნება აქ. შემდეგ 2 იქნება აქ. 3 იქნება აქ. 3 და 4 იქნება. ესე იგი 0.75 1.5 ეხლა ხვდებით რომ ხარი აქ პირობითად არის აღებული. რეალურად ამას თავის კოეფიციენტები აქვს სიმაღლისთან, ეს იცით თქვენ კარგად. შემდეგ ეს იქნება რამდენი იქნება? 2.25 და ეს იქნება 3. ნუ ამით დატვირთვები მოვჭით. ხო ესეა. ეხლა რა დაგვჭირდა ჩვენ, რა უნდა გავაკეთოთ? შევიდეთ ისევ დატვირთვებში, შევიდეთ. ანუ RCU-ს ცხრილი გავუაქტიუროთ. ჩვენ ხო ავირჩიეთ კონსტრუირება გააკეთოს RCU-თი. ეხლა ეს RCU-ს ცხრილი უნდა გავუაქტიუროთ. ანუ ეს რას ნიშნავს? მოვნიშნეთ RCU-ში ვართ? სწორად ვართ? ნაგროსკა. ხო. მოვნიშნეთ ესა, პირველი დატვირთვა რა გვაქვს? მუდმივი, ხო? გადავიდა მეორე დატვირთვაზე, მეორე დატვირთვა რა გვაქვს? ხანგრძლივი დროებით მივცეთ ანა. მესამე დატვირთვა რა გვაქვს? ქარის დატვირთვა, მაგრამ გახსოვთ თქვენ აქ რას ვაკეთებდით? ანუ ჩვენ თავის დროზე ავხსენით, რომ ქარი მარცხენა მხრიდან და ქარი მარჯვენა მხრიდან ერთდროულად ვერ იქნება, ხო? ან მოვა მარცხენა მხრიდან, ან მოვა მარჯვენა მხრიდან. ამიტომ ერთ-ერთი უნდა გამოურიცხოთ. ეხლა როგორ ვაჯგუფებთ ამას? აქ არის ესეთი ურთიერთგამომრიცხავ დატვირთვებში ჩვენ თუ ჩავუწერთ ერთს, რომელ დატვირთვებსაც ეს ერთი ეწერება, იმას ერთმანეთთან არ განიხილავს. მასალმე როგორ დაჯგუფდება აქ დატვირთვები? აიღებს პირველს, მეორე დატვირთვას და მესამე დატვირთვას. მეოთხეში რო ნახავს, რომ ერთი უწერია, ესეთი უკვე მაქვს ალგორითმი ესეთია და არ განიხილავს. მეორე ჯგუფში აიღებს პირველს, მეორეს, მესამე ჩამახსოვრებული აქვს, რომ ეს უკვე ქონდა აღებული და ამიტომ ამას აღარ განიხილავს. გადავა მეოთხეზე, ნახავს, რომ ეს
არ ქონია განხილული, აიღებს და ამ მეორე ჯგუფში განიხილავს ამას. ანუ მესამე ჯგუფიც თუ იქნებოდა, ქარის მესამე დატვირთვაც თუ იქნებოდა, მერე პირველ მეორეს და იმ დატვირთვას აიღებდა, ამ ორს გამოტოვებდა და ასე შემდეგ. ანუ ქარის დატვირთვებს ორივეს უწევთ ერთს, ხო? ქარის ანუ ურთიერთგამომრიცხავი ნიშნავს, რომ ესენი ერთდროულად ვერ მოხდებიან. აი მაგალითად სეისმიკა X-ის მიმართულებითაც და Y-ის მიმართულებითაც არ შეიძლება ერთდროულად მოვიდეს. ან X-დან მოდის, ან Y-დან, ან რაღაცა კუთხით მოდის, ხო? ამიტომ იმათაც ეწერება თუ ესენიც არიან ურთიერთგამომრიცხავი დატვირთვები. ახსოვთ კიდე სად გამოვიყენეთ ჩვენ ეს დატვირთვები? აუზის გაანგარიშება რო გავაკეთეთ. იქ ხომ ჯერ ნახევრიად შევავსეთ აუზი წყლით და მერე მთლიანად შევავსეთ. ხო შეიძლება აუზი ნახევრიად იყოს სავსე და ამავდროულად მთლიანადაც სავსე იყოს, ამიტომ ისინი იყვნენ ურთიერთგამომრიცხავი. რატო გავაკეთეთ ესე? მაშინ გითხარით თქვენ რომ წყლის დინამიკა ისეთია, ხშირ შემთხვევაში კი არა ნახევრიად ცარიელი ნაკრული ჭურჭელი უფრო რთულია, ვიდრე მთლიანად სავსე. ამის მაგალითიც გითხარით, მაგალითად წყლის გადამზიდები თუ ნაკლებად სავსე არის, მაშინ შანსია რომ გადაყირავდეს. თუ მთლიანად სავსე არის, მაშინ ეგ შანსი უფრო ნაკლებად არის. ამიტომ არის წყლის აუზებს იმ მანქანებს ტიხრებიც რო აქვს შიგნით, იმიტომ რომ ცალ-ცალკე იმოძრაოს იმ წყალმა რეზონანსი რო არ დამყარდეს, რომ არ გადაბრუნდეს, ხო? ამით მოვრჩით ეს RSU-ს ცხრილიც განუსაზღვრეთ, რაღა დაგვრჩა? დაგვრჩა რამე? როგორ? გატესტო არა. უპაკოვკა არ უნდა ვიცეთ? ხო. ნუ ეს უპაკოვკა თუ არ მივეცით, ჩვენ ვნახეთ რამოდენიმეჯერ რომ ყვანძები ერთმანეთს არ ემთხვევა და ამის მაგალითებიც გქონდა ხოლმე და მერე იწევს ხელთავიდან გაშვება ამოცანის. გაუშვათ შესრულებაზე, ნუ მოკლედ დაამთავრა ანგარიში, ანალიზში თუ გადავალთ, ვნახავთ დეფორმაციულ სურათებს, ეს პირველი დატვირთვისგან გამოწვეული, მეორე დატვირთვისგან, მესამე დატვირთვისგან, ნუ ქარი იქედან როცა მოქმედებს მარცხნივ წავა, მეოთხეზე პირიქით წამოააკეთ, ხო? შეგვიძლია ვნახოთ ჩვენ X გადაადგილებები. ანუ აი ამით თუ ვნახავთ წერტილების მიხედვით ვიჩვენებს, ანუ X-ი მაქსიმალური ყოფილა მეოთხე დატვირთვისას -14-ით გადაადგილდა, იმიტომ რომ მეოთხე დატვირთვა X-ის საწინააღმდეგო მიმართულებით წაიღებდა, ხო?